ფეხბურთი. ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტური. ზესტაფონი დაუსრულებელი პრობლემებით ლიდერის გორის დილას წინააღმდეგ. თბილისური დერბი. დინამო ვიჯორჯია და ბათუმის დინამოს სტუმრობა განმუხურში ზუგდიდთან. კალათბურთი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის საერთაშორისო სტუდენტური ლიგის 4-თა ფინალისათვის ემზადება. რუსეთის დედაქალაქში ქართულ სტუდენტებთან ერთად საუკეთესოს ტიტულისათვის რუსი, ესტონელი და უნგრელი სტუდენტი კალათბურთელები ასპარეზებენ. საკალათბურთო კემპი საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და კომპანია სასკი ბასკონიას ორგანიზებენ. 14-დან 17 წლამდე საუკეთესო 16 ქართველი ესპანეთში გაემგზავრება და სოფლიოს 14 ქვეყნის თანატოლებთან ერთად ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ლაბორალ კუჩას ბაზაზე ერთობლივ წვრთნას გაიულა. ძალოსნობა. ევროპის ჩემპიონატი თბილისში. სპორტის სასახლეში გამართული ერთკვირიანი დაძაბული პაექრობები, შეჯიბრის ორგანიზება და ქართველი სპორტსმენების გამოსვლა. სოფლიო რბენა. ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას მსოფლიო სპორტის ისტორიაში საქართველო ისევ უერთდება. 3 მაისს 100,000-ობით ადამიანი 33 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდებიან ქველმოქმედებისათვის. არენა სტუდიაში ღონისძიების სპორტული დირექტორი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მაია აზარაშვილი და კეთილი ნებისელჩები, რბოლელი მევლიდ მელაძე, ეროვნული ნაკრების ვეტერანები, კალათბურთელი კოტე დუღუში და მორაგბე ირაკლი მაჩხანელი.